ის, რაც გუშინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, დღეს მთელ მსოფლიოში რეალობად იქცა. სეისმური აქტივობა კვლავ იზრდება და რუსეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სტიქიური უბედურებების ზრდა განსაკუთრებული ინტენსივობით ხდება. ამ ეპიზოდში ჩვენ გაჩვენებთ გასული კვირის სტიქიურ უბედურებებს, რომლებმაც კიდევ ერთი ნაბიჯით მიგვიყვანა სახიფათო გარდამტეხ წერტილთან. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა მოვლენების მიმდინარეობის შესაცვლელად, სანამ ჯერ კიდევ დროა. რუსეთში სტიქიური უბედურებების სერია კვლავ გრძელდება. 6 ივნისს ორენბურგის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი შტორმი მძვინვარებდა. კუანდიკის რაიონში ქარიშხლის სიძლიერის ქარმახეები წააქცია, გზები გადაკეტა, ზოგიერთ ადგილას კი იმდენად ძლიერი სეტყვა მოვიდა, რომ გზები რამდენიმე წუთში ყინულის ფენით დაიფარა. ადაევსკაიას გორასთან მოძრაობა მთლიანად შეჩერდა. ღამის ჭექა ქუხილის დროს ერვის დარტყმა მსაცხოვრებელი სახლი დაცვა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კურსკის ოლქის შელეზნოგორსკში ძლიერმა შტორმმა, რომელსაც თან ახლდა ჭექა ქუხილი და 2 სანტიმეტრამდე დიამეტრის სეტყვა, დაახლოებით 500 ხე წააქცია, ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და მრავალი სატრანსპორტო საშუალება დააზიანა. 7 ივნისს მოსკოვის ოლქის ჩრდილოეთი რაიონები უამინდობას შეეჯახა. ამ რაიონებში სეტყვამ ძლიერ მაცვიმამ და ქარიშხალმა იმოქმედა. კოლომნაში ხე ახალგაზრდა ქალს დაეცა, რომელიც ქარიშხლისგან თავშესაფარს ეძებდა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 8 ივნისს მოსკოვს ძლიერი წვიმა დაატყდა თავს, რამაც ქალაქის საგზაო ქაოსში ჩააგდო. ერთ-ერთ მეტროსადგურზე ვესტიბიულის ჭერიდან წყალი ჩადიოდა. წყლის ძლიერმა ტალღამ წვიმის სადრენაჟე სისტემის მომსახურე მუშა ჩერტანოვკას მდინარის კოლექტორში ჩაითრია. კოლეგებისა და გამვლელების ძალისხმევის წყალობით, რომლებმაც ის მაშველების მოსვლამდე წყალში იჭერდნენ, მამაკაცი გადაარჩინეს. ნუკოვოს აეროპორტში ქარის ნაკადებმა წამში 25 მეტრს მიაღწია. სახურავის ნაწილის ნაწილობრივმა ჩამონგრევამ ტერმინალის ნაწილში წყალდიდობა გამოიწვია. მოსკოვის ოლქში ნაროფომინსკის რაიონში ძლიერი სეტყვა მოვიდა. ლენინსკის ურბანულ რაიონში ელამ სლობოდას სანაპიროზე მდებარე ზალპურს, სადაც ხალხი ისვენებდა, დაარტყა. შედეგად ერთმა ქალმა დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 8 ივნისს იაროსლავის ოლქის მაცხოვრებლებმა რეგიონისთვის უჩვეულო ფენომენი იხილეს, ძლიერი ტორნადო, რომელმაც ახალგაზრდა ტყის ნაწილი დააზიანა. მეორე დღესვე იაროსლავის ოლქში ძლიერი ჭექა ქუხილი მოვიდა. ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა, რომლის სიჩქარე წამში 20 მეტრს აღემატებოდა, სახურავები ჩამოგლიჯა, ხეები ამოძირკვა და ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია. 8 ივნისს კემეროვოს ოლქში ქათმის კვერცხის ზომის დიდი სეტყვა მოვიდა. სოფელ ტერენტიოსკოეში უჩვეულო ფორმის სეტყვა მოვიდა, ყინულის ნატეხებს ბასრი წვეტები ჰქონდა. ქარიშხალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, დააზიანა მანქანები და გაანადგურა მომავალი მოსავალი. ძლიერმა ქარმახეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. გზები გადაიკეტა, რამაც ათობით ავტომობილის საცობი გამოიწვია. 8 ივნისის საღამოს ალტაის მხარის დედაქალაქ ბარნაულში ძლიერი წვიმა დაიწყო და მეორე დღის გამთენიამდე გაგრძელდა. ქუჩები დაიტბორა, მანქანები სიტყვასიტყვით ტივტივებდნენ გზებზე. გაუმართავმა შუქნიშნებმა სიტუაცია გააუარესა, რამაც სერიოზული საცობები გამოიწვია. წყალდიდობის შედეგად დაზარალდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები და სავაჭრო ცენტრები. წყალი ავტობუსებისა და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალონებშიც კი შევიდა. სოფელ ვოლჩიხაში ძლიერმა ქარმა მაღაზიის სახურავი დააზიანა, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალეისკში ძლიერმა წვიმამ 2 სართულიანი, 16 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოანგრია და მაცხოვრებლები დროებით ევაკუირებულნი იქნენ. 9 ივნისის საღამოს კომის რესპუბლიკის დედაქალაქ სიქტივკარში ძლიერი ქარიშხალი მოხდა. ქუჩები წვიმის კედელმა დატბორა, ცაკი ელვისებული ციმციმებით იყო განათებული. ასეთი ინტენსიური ნალექები და ჭექა ქუხილი იშვიათია ამ ჩრდილოეთ რეგიონისთვის. 10 ივნისს კიროვის ოლქის რამდენიმე დასახლებაში რეგიონისთვის უჩვეულოდ დიდი სეტყვა მოვიდა, ცალკეული სეტყვის მარცვლების ზომა 8 სანტიმეტრს მიაღწია. პოლონეთი. ოთხი ივნისიდან პოლონეთს ძლიერი შტორმების სერია დაატყდა თავს. ქარის ნაკადებმა, რომელთა სიჩქარე 120 კმ/სთ მიაღწია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით ხე წააქცია. სულ 156 შენობა დაზიანდა. ძლიერმა წვიმებმა ქუჩები მძვინვარე აქცია, ზოგიერთ რეგიონში კი 5.5 სანტიმეტრამდე დიამეტრის დიდი სეტყვა წამოვიდა.
სამხრეთ პოლონეთში დაახლოებით 30,000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქვემო სილეზიის სავოევოდოს გარკვეულ რაიონებში სულ რაღაც 10 წუთში 25 მმ წვიმა მოვიდა. ეს ფერმერებისთვის მძიმე დარტყმა იყო, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მინდვრები დატბორა და მოსავლის აღებისთვის მზად მოსავალი გაანადგურა. მაზოვის სავოევოდოს ქალაქში, დრობინში, ქარიშხლის ძალის ქარმა მთლიანადად შენობას სახურავი გადახადა და ნაწილობრივ დააზიანა კიდევ 29 შენობის სახურავი. ბრჟასნიშის მუნიციპალიტეტს ტორნადომ გადაუარა, რომელმაც მრავალი ხეწა აქცია და ეროვნულ გზატკეცილზე მოძრაობა შეაფერხა. ქარიშხალმა არავინ დაინდო მცირე პოლონეთის სავოევოდეშიც. კრაკოვში უეცარმა სეტყვამ პანიკა გამოიწვია, რადგან ფეხით მოსიარულეები სასწრაფოდ გაიქცნენ ქუჩებიდან და პარკებიდან თავშესაფრის საძებნელად. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მკვეთრად შეამცირა ხილვადობა, რის გამოც მანქანები იძურებულები იყვნენ გზებზე გაჩერებულიყვნენ. ტრჟებინიას ქალაქში ქარიშხლის სიძლიერის ქარმა შენობები მნიშვნელოვნად დააზიანა. განსაკუთრებით დაზარალდა ისტორიული ბაზილიკა, რომლის სახურავის დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი მოწყვიტა. შედეგად ინტერიერის ნაწილები დაიტბორა. სამწუხაროდ იყო მსხვერპლი. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანია. Die Hagelkörner hatten eine Größe von 1 bis 2 Zentimetern. 4 ივნისს სამხრეთ და დასავლეთ გერმანიას ძლიერი შტორმი, ჯექა-ქუხილითა და სეტყვით დაატყდა თავს. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე 100 კმ/სთ გადააჭარბა. შტორმმა ხეების წაქცევა, სარდაფების დატბორვა და მრავალი საგანგებო ინციდენტი გამოიწვია. ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მდებარე ქალაქ ულმში თვითმხილველები უეცარი, კრუღრიალისა და ძლიერი ქარის შესახებ ყვებოდნენ. მან რამდენიმე სახლს სახურავები გადახადა და გაჩერებული მანქანებს სერიოზული ზიანი მიაყენა. ბავარიაში ძლიერმა სეტყვამ, რომლის დიამეტრი 7 სანტიმეტრამდე იყო, შენობები და სატრანსპორტო საშუალებები დააზიანა. ტრაგედია მოხდა ვილმსდორფის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია, ქალაქში, სადაც ქალი ერვის დარტყმის შედეგად დაიღუპა. სამედიცინო ვერტმფრენის სწრაფი მისვლის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შტორმის დროს ბერლინიდან მილანში მიმავალ სამგზავრო რეისს ძლიერი ტურბულენტობა შეექმნა. 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ეკიპაჟის წევრი. თვითმფრინავი იძულებული გახდა საგანგებო დაშვება განიხორციელებინა მემინგენის აეროპორტში. დაშავებულთაგან რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს მკურნალობისთვის. ლიტვა. ხუთივნის ძლიერმა ტორნადომ სამხრეთ ლიტვაში, ბელარუსის საზღვართან ახლოს, ჩეპკელიაის ნაკრძალს გადაუარა. ქარიშხალი რამდენიმე კილომეტრს გადიოდა და ადვილად ძირფესვიანად აძრობდა დიდ ხეებს. მის გზაზე მოხვედრილ ლიტველ მესაზღვრეებს სწრაფად მოუწიათ თავიანთი პოსტების დატოვება, რათა თავიდან აეცილებინათ ხეების ჩამოვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებები. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ბელარუსი. ივნისს ბელარუსში ძლიერი შტორმი მძვინვარებდა, რომელმაც ყველაზე მეტი ზიანი მინსკის, გროდნოსა და მოგილევის რეგიონებში მიაყენა. წყალდიდობის შედეგად ქუჩები და სარდაფები დაიტბორა, ძლიერმა ქარმა სახურავები მოგლიჯა, წაქცეულმა ხეებმა კი ავტომობილები დააზიანა. შტორმმა რეგიონში ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია. დედაქალაქი მინსკიც დააზარალა. წყალდიდობის შედეგად დიდ სავაჭრო ცენტრებში, მიწისქვეშა ავტოსადგომებში და საცხოვრებელ შენობებში წყალი შევიდა. მოგილევის რეგიონში ერვის დაცემის შედეგად 2 კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. სეისმური აქტივობა. 6 ივნისს ჩილეს ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ატაკამას უდაბნოში, წყნარი ოკეანის სანაპიროდან არც თუ ისე შორს 65 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის დროს პანიკაში მყოფი ხალხი ქუჩებში გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ ზარალის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, ვიდეოებში შენობების ფასადების ნაწილების ჩამონგრევა დაფიქსირდა. რამდენიმე რაიონში მეწყერი მოხდა, გზებზე კი ბზარები გაჩნდა. დაახლოებით 23,000 ადამიანი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 3 ივნისს ხმელთაშუა ზღვაში 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა საბერძნეთის კუნძულ როდოსისა და თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს მაცხოვრებლებმა იგრძნეს.
ძლიერი ბიძგების შედეგად გამოუძებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ და მრავალრიცხოვანმა ტურისტებმა პანიკაში დატოვეს სახლები და სასტუმროები. ბევრმა ღამის გარეთ გატარება ამჯობინა. თურქეთის პროვინცია მუღლაში 75 ადამიანი დაშავდა, მათი უმეტესობა გაქცევის მცდელობისას, ზოგი კი ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად. მიწის ცვლის დროს 14 წლის გოგონას ძლიერი პანიკური შეტევა დაემართა. სამწუხაროდ სამედიცინო ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 8 ივნისის დილით ცენტრალურ კოლუმბიას 6.5 მაგნიტუდის ძლიერი მიწის ცვლა დაატყდა თავს, რამაც მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. ბიძგები ქვეყნის 32 დეპარტამენტიდან 20-ში იგრძნობოდა. ყველაზე დიდი ზიანი მიადგა პატარა ქალაქ პარატებუენოს, რომელიც ეპიცენტრიდან სულ რაღაც 16 კილომეტრში მდებარეობს. იქ 250 სახლი და სკოლა თითქმის მთლიანად განადგურდა. საბედნიეროდ კვირას მომხდარი მიწის ცვლის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან. ქალაქში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება გაითიშა. მეზობელ მუნიციპალიტეტში, მედინაში 100 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. რეგიონში ასევე მრავალი ეკლესია დაზიანდა დილის წირვის მიმდინარეობისას, რომელშიც ათასობით მლოცველი იმყოფებოდა. კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ეს მიწის ცვლა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი იყო. საცხოვრებელ უბნებში სირენები გაისმა, როდესაც პანიკაში მყოფი ადამიანები შენობებს ტოვებდნენ. შენობების ფასადების ნაწილობრივი ჩამონგრევის, ელექტროენერგიის გათიშვის და ერთ რაიონში მეწყერის შემთხვევები დაფიქსირდა. ბზარები გაჩნდა რამდენიმე გზატკეცილზე, მათ შორის ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე. მიწის ცვლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. მთავარ ბიძგს 250-ზე მეტი შემდგომი ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 4.8 მაგნიტუდის იყო. ივნისის დასაწყისში იტალიის სუპერვულკან კამპი ფლეგრეის ტერიტორიაზე სეისმური აქტივობა კვლავ გაიზარდა. ერთი კვირის განმავლობაში 158 მიწის ცვლა დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 3.2 მაგნიტუდას აღწევდა. ამათგან 86 ბიძგი სამ განსხვავებულ სეისმურ ჯგუფში მოხდა. 8 ივნისს 5.3 მაგნიტუდის ძლიერი მიწის ცვლა მოხდა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, რუსეთის ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგის ჩრდილოეთით. აღსანიშნავია, რომ ამ მაგნიტუდის მიწის ცვრები ამ რეგიონში უკიდურესად იშვიათია. ინსტრუმენტული ჩანაწერების დაწყებიდან აქ მხოლოდ 2 ბიძგი დაფიქსირდა 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრით. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ვიდეოს ყურება, არამედ ამ ინფორმაციის გაზიარებაც? იმიტომ, რომ სტიქიური უბედურებები მწვავდება, კაცობრიობა მაინც დიდწილად პასიურ მდგომარეობაში რჩება მოსალოდნელი საფრთხის წინაშე. გამოსავალი არსებობს, მაგრამ ისინი, ვინც დიდი ხანია ამაზე საუბრობენ, არ უსმენენ. ხოლო ისინი, ვინც ისმენენ, ხშირად ჩუმად რჩებიან, რადგან სჯერათ, რომ მათი ხმა არაფერს შეცვლის. მაგრამ სიტყვები ძალაა. ისინი არიან ადგილი, სადაც იწყება ცნობიერება, არჩევანი და მოქმედება. სიტყვები გადმოსცემენ ინფორმაციას. ინფორმაციის გარეშე კი არ არსებობს გაგება, არც გადაწყვეტილებები და არც მოქმედების გეგმა. თუ ჩვენ ჩუმად ვიქნებით, სხვებს ვართმევთ სიმართლის გაგების შანსს. ეს ნიშნავს, რომ არავინ იცის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ან რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს. სიჩუმე, ფაქტობრივად, ჩვენი სამყაროს განადგურებაზე თანხმობაა. მაგრამ თუ თითოეული ჩვენგანი იპოვის გამბედაობას, რომ ხმამაღლა ისაუბროს, თქვას სიმართლე, გააზიაროს არსი, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ. უბრალოდ ხმამაღლა ისაუბრეთ. გაუზიარეთ ინფორმაცია. ერთი პოსტი, ერთი კომენტარი, ერთი შეტყობინება ან ერთი ზარი, ეს უკვე მოქმედებაა. ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს. მთავარია განაგრძო საუბარი და არასდროს დაანებდე. მაშინ ჩვენ აუცილებლად მივახცევთ წარმატებას.